ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე პროფესორ რევაზ სტურუას სახელობის აუდიტორია გაიხსნა. ღონისძიება უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. მასწავლებლის სახელობის აუდიტორიის გახსნაც თან ახლდა არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულებით სტუდენტთა საკურსო ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილია შენობის მაკეტები, არქიტექტურული კომპოზიციები და თემატურად გაფორმებული პლანშეტები. რევაზ სტურუა იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი და საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტი. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის განვითარებაში. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს 150-ზე მეტ ნაშრომს, მათ შორის 4 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიასა და 16 გამოგონებას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა დღეს ორგანიზება გაუწია ტექნოლოგიური ფაკულტეტის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია სტუდენტთა ნამუშევრები, საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებები, საკმაოდ საინტერესო არქიტექტურული სტილი და ნამუშევრები, რომლის დათვალიერების საშუალებაც აქვს როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს. ეს არის ფაქტიურად ის ნამუშევრები, რომელიც შეიძლება სამომავლოდ გამოადგეს როგორც ქალაქს, ასევე რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას. მან მიიღო დიდი მონაწილეობა ქართული საინჟინრო სკოლის ჩამოყალიბებაში და ასევე ის მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ამ ფაკულტეტთან, ტექნოლოგიურ ფაკულტეტთან. თანამშრომლობა გამოიხატებოდა სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერაში. თანამშრომლობა გამოიხატებოდა ასევე ჩვენი მხრიდან ბატონი რეზოს ღონისძიებებში, მისი სამეცნიერო შრომების განხილვაში, ასევე ჰქონდა ბატონი რეზოს შემოქმედებითი საღამოებსაც აწყობდით, ბატონი რეზოს შემოქმედებითი საღამოებსაც აწყობდით და აი ეს თანამშრომლობაში, ერთობლივ თანამშრომლობაში ვიყავით ამ ხნის განმავლობაში. იდეა მოდის იქიდან, რომ მაგალითად ამ სემესტრში შევქმნით სასკოლო და საბაღო სკოლამდელი ახსაზრდელი დაწესებულებები, შემდგომ შევქმნით ისეთი საგანმანათლებლო ცენტრები, როგორებიც არის კვლევითი ცენტრები, ასევე ბიბლიოთეკები.